არამიზნობრივი ხარჯვა თუ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ხელვაჩაურის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაიწყო. პროექტში მითითებული ციფრების მიხედვით პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საგანმანათლებლო სფეროა. კულტურულ ღონისძიებებზე კი ორჯერ მეტი თანხაა გაწერილი, ვიდრე სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე. ვნახოთ, რას ფიქრობს ხალხი. ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე შეკრებილებს ხელვაჩაურის გამგებელი არწმუნებდა, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობაზეა ორიენტირებული. ნადიმ ვარშანიძის თქმით, ბიუჯეტიდან, რომელიც 15.649.976 ლარს შეადგენს, 6 მილიონამდე ლარი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას მოხმარდება. რა თქმა უნდა, იყო მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, გზების რეაბილიტაცია რიგ ადგილებში არ არის შესრულებული და დრო გადის. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ყოფილი გამგებელი მოქმედს რაიონის ფინანსური დოკუმენტის შედგენის პრინციპს უწოდებს და არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. ოპოზიციის მონაცემებით მომავალი წლის ბიუჯეტში შემცირებულია შემოსავლები და ტრანსფერები. არ არის გათვალისწინებული დაწყებითი სკოლების რეაბილიტაციები, ბაგაბაღების პრიორიტეტები არ არის სწორად გადანაწილებული და პრიორიტეტი მინიჭებული აქვს უფრო დაბალკომლიან სოფლებს. ოპონენტების შენიშვნებს არ იღებს და ვერ ციგებს გამგებელი ნადიმ ვარშანიძის მტკიცებით მომავალი წლის საბიუჯეტო პრიორიტეტები მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა. წყალი საჭიროა, აუზები საჭიროა, ბავშვთა ბაღები საჭიროა, რაც ახლა ოპოზიციამ დასვა შეკითხვა, რომ მას სკოლები შავშან 2 სკოლა გავაკეთეთ, დაწყებითი სკოლა, რამდენიმე სკოლაში რემონტი ჩავატარეთ და წელსაც ცვლილებების ჩვენ არ გაგვითვალისწინებია ის, რაც პროექტები არ ქონდა, ის არ შემოგვიტანია. შენიშვნები არა, თუმცა ბიუჯეტთან დაკავშირებით გამგებლისთვის რეკომენდაციები აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. განათების მხრივ მაგალითად გათვალისწინებული არის, რაც უფრო კომპაქტურად არის დასახლებული. არის ისეთი ადგილები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეიძლება არ იყოს კომპაქტურად დასახლებული, მაგრამ აუცილებელი არის. ნადიმ ვარშანიძეს რჩევას აძლევს მესამე სექტორიც. უკეთესი იქნება გარკვეულწილად, პრიორიტეტი, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თუ დაისახავენ ეკონომიკის სტიმულირებას. ხელვაჩაურის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სფეროა. 2015 წელს ბიუჯეტში მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 1.700.000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. სოციალური და ჯანდაცვის სფერო 232.700 ლარით ფინანსდება მაშინ, როცა გამგეობა კულტურულ, რელიგიურ და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე 1.407.844 ლარის დახარჯვას გეგმავს.